მოგესალმებით მეგობრებო, 2022 წელს დრონით გადავიღე ბათუმის წრიულები, დავასურათე მედო ჩემს Facebook გვერდზე და წინა დღეს გადავხედე, დავათვალიერე და მომინდა თავიდან გადამიღო ეს წრიულები, ზოგი მეტი, ზოგი ნაკლები და შემედარებია თუ რა განსხვავება იყო მაშინდელ ფოტოებს და ეხლა გადაღებულ ფოტოებს შორის, ანუ წრიულებს შორის. რა მოემატათ, რა დააკლდათ, რა გაუმჯობესდა და რომელიც ჭირდება კიდე, ასე ვთქვათ, ხელის შეულება და წრიულების გადაღება დავიწყე ბერეგიდან, გადავფრინდით რკინიგზის სადგურის მიმართულებით. ავედით. სადაც გადავიღე რკინიგზის სადგურის წრიული, ფაქტიურად აქ დიდი ცვლილება არაფერი არ არის, ერთადერთი ხდება ის, რომ დამატებული არის ხელმარჯვნივ გადასასვლელი ხიდი, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდი, შემდეგ წავედით თევზის ბაზართან, თევზის ბაზარის წრიული, ნახევრად წრიული არის ოდნავ შეცვლილი, ვინაიდან იქ მიდის მშენებლობა და ეს სიმეტრიული რკალი ოდნავ დარღვეულია. გოგოლის ქუჩის წრიული უფრო გამწვანებული იყო, ან ეხლა უფრო მზიანი ამინდი იყო და ეგრე ჩანს. არ მქონდა გადაღებული და ეხლა დავამატე ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული წრიული. ეხლა კადრებში ჩვენ ვხედავთ საბაგირო გზასთან წრიულს, სადაც გამწვანება დასამატებელია. შეიძლება ეს პერიოდის ბრალია, ვიცი. ეგ არის წრიული საკათედრო ტაძართან. აქაც ძირითადად არაფერი არ შეცვლილა, ფაქტიურად იგივე არის ყველაფერი. ერთ-ერთი ლამაზი წრიული თეატრთან, რომელიც უფრო გამწვანებული მიჩვენება ყვავილებით მოვლილი ვიდრე ეხლა. შემდეგ ავფრინდი უკვე გმირთა ხეივანზე არსებული წრიულების გადასაღებად. ეს არის წრიული არკასთან 2022 წლის და 2025 წლის ფოტო, სადაც უკვე ჩანს გადასასვლელი ხიდი. შემდეგ მივდივართ პატარა წრიული, გამორჩენილი მქონდა 2022 წელს, ეგ არის სამხატვრო სკოლის უკან არის, ეგ აბაშიძის ქუჩასთან დაახლოებით. ეხლა ჩვენ ვხედავთ ერთ-ერთ ძირითად წრიულს ვოქსთან. ვოქსთან დავტევ ძია ეგ არის, ეგ წრიულია ზუსტად. შემდეგ წავედით ბაგრატიონის წრიულის გადასაღებად. ხედავთ ეხლა ჩვენ 2025 წლის ფოტოს, იმიტომ რომ 2022-ის არ ვიცი, გამორჩენილი მქონდა ალბათ ვერ ვნახე. გადამეღო და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წრიული, ჩემი აზრით და საინტერესო, ეს არის წრიული იუსტიციის სახლთან. ეს არის 2022 წლის ფოტო და ესეც 2025-ის გეგმაში ძალიან ლამაზად ჩანს, ჩრდილები უშლის ახლა ხელს. ეს არის წრიული აეროპორტის გადასახვევთან 2022 და 2025 წლის კადრები. ეხლა ვხედავთ ჩვენ აეროპორტის ბოლო წრიულს, ახალი ბულვარის სულ ბოლო წრიულს. ამის გადაღება 2022 წელს, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხე. ეხლა ვართ საგადასახადოსთან. აქაც რაღაც რადიკალური ცვლილებები არ არის, უფრო მეტი გამწვანება გვხდება. ეს არის აკვაპარკის წრიული. დიდი ცვლილებები არც აქ არ შეიმჩნევა.
ეს არის 2022 წლის პეტროსითის წრიული და ახალი ბულვარის ბოლო წრიული 2022 და ესეც 2025 წლის ამის შემდეგ უკვე წავედი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წრიულის გადასაღებად. ბათუმის წრიულებს შორის ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საინტერესო წრიული არის სარფი ხევაჩაურის გზების გასახარში მდებარე წრიული, რომელიც ფაქტურად მნიშვნელოვანი ის არის კვანძი ქალაქისთვის, იმიტომ რომ ორივე არის დამაკავშირებელი გზები, სარფის მხარეც და ხულოა-დინგენის მხარეს გადასასვლელი, მაგრამ მაგაზე უფრო მეტად ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს წრიული არის, გამომდინარე იქიდან, რომ უკანა მხარეს დგას პოლიციის შენობა, მე მგონი მეშვიდე განყოფილება უნდა იყოს, რომელიც წლების წინ დავაპროექტე ესკიზი გავგზავნეთ თბილისში, გამოგზავნილი იყო იქიდან ჩვეულებრივი დაშტამპული შენობა, რომელიც უნდა ჩასმულიყო აქ და ვთხოვე ჩემს მაშინდელ უფროს ხონებულ გია კახიანს, რომ იქნება გაგვეგზავნა ჩვენი ესკიზი, რომელიც ტერიტორიულად თან ფორმას იმეორებდა ტოპოგრაფიის თვალსაზრისით. და იქნება შეითანხმოთ, მაგრამ მთავარი ამოცანა ამ ესკიზის შექმნისა ის იყო, რომ შენობას ზევიდან აქვს პოლიციის შსს ემბლემა. ფორმისაც არის ლოგო, აი ადრე პატრულების მანქანებზე იყო ეს ლოგოები, შსს მანქანების, ზუსტად იგივეს იმეორებს ზევიდან გეგმარებაში ხო შეხედავთ. ალბათ ყველამ შეამჩნიეთ ის ცვლილებები, რაც 2022-დან 2025 წლის შუალედში განიცადა წრიულებმა, უმეტესწილად არის შემდეგი ხასიათის ცვლილებები, სადაც უბრალოდ დახაზული იყო ზოლები, მაგალითად მეშვიდე განყოფილებასთან იქ უკვე არის გამყოფი ბორდიურები გაკეთებული და გამწვანება მოწყობილი. ყველაზე დიდი ცვლილება, რა თქმა უნდა, განიცადა გმირთა ხეივანთან არსებულმა წრიულებმა, სადაც გაიარა საფეხმავლო ხიდებმა და ბილიკებმა და ჩემი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ყველაზე ლამაზი წრიული მაინც არის იუსტიციის სახლის წრიული. თქვენ რას ფიქრობთ, მითხარით? თუ რომელიმე წრიული გამორჩა, მომწერეთ და შევეცდები შემდეგ სიუჟეტში ისიც დავაფიქსირო, ვაცადოთ, ალბათ 1-2 წელში შევხედავთ, იქნებ გაჩნდეს კიდე ახალი წრიულები და უფრო გალამაზდეს ჩვენი ქალაქი. კარგად ზანდებოდეთ, დროებით ყველაფერს კარგს გისურვებთ.